ომარიკო იატაკზე ნუ გორაობ, თორე წამოვდექი ეხლა. დეგწუჭყიანი შორტები კიდე შეაგდესარეცხ მანქანაში. დროზე. რეგაბრეზებული ხარ ინგა. იმიტომ ხარ რომ დიდი თაბანოში წაიქეცი. ჯერ ეგერთი არ წავქცეულ ვარ წავბორძგდი. და მეორეც კიდე კედელზე ვიყავ, მიყუდებული და ჩაცუცქული. სარეცხი მანქანის ტრიალს ვუყურებდი. ეს ჭუჭყიანი შორტი საწავიღო. მომეც შევაგდო სარეცხ მანქანაში. ან კიდე შეაგდე ახლა შენ თვითონ დიდი ამბავი. ხო რა იყო ისწავლოს დისციპლინა. ნეტა რას გიხსნი საერთოდ რა. ვაიმე, მარილი დავაპნიე ჩხუბი იცის. როდენ გჯეროდი შენ მაგ ცრუწმენების? არაფერი არის ცრუწმენა, ასეა ეს. ჩხუბი იცის მეთქი გეუბნები. ისევ შენი ჩხუბებ. თუ დამცახში სხვა არავინ არ ჩხუბობს ხოლმე. შეხედე მე გამომიყვანეს ახლა მოჩხუბარი რა. გეუბნები ოჯახში რომ მარილი დაიპნება, იცის ჩხუბი. შედი ახლა შენ და ხმა არ მოიღო. შენ კიდე შეაგდე ეგ რა სარეცხ მანქანაში გაოხდა. უყურე ერთი ამათ რა მარტო მე ვჩხუბობ ესე იგი. აუ ერთი კალბესი კიდე რო ავიღო ახოტნიჩ. აიღე ხო ოღონდ მალე შეჭამე. ვაიმე მარშრუტკაზე რო დავაგვიანოთ, აი ჯოჯოხეთს მოვაწყობ ავტოსადგურზე რა. აუ სოფელში ღორი რატო უნდა დაკლან? იმიტომ რომ ეგ ღორი იყო კრიმინალი. მეზობლის ქათამი მოკლა განზრახ. ნეტა არ აგიჟებდე ბავშვს რა. რატო კლავენ ომარიკო და გავერთობით დროს ვატარებთ და ვიქეიფებთ. ტაქსი მოვიდა მე მგონი და წავედით. მიკროავტობუსი გადის ავტოსადგურ ნიგეს ტერიტორიიდან. ჩოხატაური ოზურგეთი, ზესტაფონი ქუთაისი, ბათუმი ქობულეთი. აუ ვინ ლაპარაკობს? მარშრუტკების გამომცხადებელი ქალია ეგ. სად ზის ეგ ქალი? არის ზის? ზიცეში. აბა გადავიხადოთ მგზავრობის? დიახ, აი აიღეთ ჩვენი სამი მგზავრის. ვა, როგორ მოხდა რომ სამი ვესი გადაიხადი? შაშენ ბარგის ჩანთაში რო ყავდა ბავშვი ჩადენილი. აბა წავედით. ომარიკო მანდებს პარკები და გულით ვაგერება იცოდე. რა ომარიკო საით მიიძუძები? დედოში მიიპარება ეს ვაჟბატონი. თან დაუკითხავად. სად მიდიხარ ომარიკო? გეკითხა და გაგიშვებდი. გამიშვებ? შეხედე. კი ბატონო ჩაბრძანდი, მაგრამ ისე მუხლებით უნდა გადაიტყავო, მე შენ ზელონკას აღარ წაგისვამ. დავიღალე. ინგა შემოდილია დეიდა, კუხნეშია და გამოვამალე. ხო და გამოვდივარ მაღაზიიდან და ხელში რო ეს ცეხვი მეჭირა, გამომეკიდევს უშველებელი ძაღლი და მიკბინა ფეხზე. გაქცევა კი მინდოდა კაცო, მაგრამ ვერ გავრფოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა. ინგა რას ეკეთებ? უი, პრივეტ ლია, გოგო რა ვიცი ერთი რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე წუხელის და უნკანი მქონდა მოშობული წყალს უყვებოდი. ძალიან კარგია რომ მოუყევი, აღარ აგიხდება. რა დაგესიზმრა? გახსენებაც აღარ მინდა რა. მაღაზიიდან მოვდიოდი და ძაღლი გამოექანა რაღაცა დიდი უშველებელი და მიკბინა ფეხზე. უი, ძაღლის ნაკბენი ცუდ ამბავს ნიშნავს ოჯახში. კაი ერთი. სიზმრის და ძაღლის გარეშეც არ მაკლია მეცუდი ამბები ამ ათხელში. მეც და მე სიზმრა ერთხელ რო ძაღლმა მიკბინა, მეორე დღეს ჩემქმარს ნაცნავში შეერჭო დანა და გარდაიცვალა. უი, რას ამბობ გოგო? აუ დი, ორივე მუხლი გადავეყოლიკე. მაინც აგიხდეს სიზმარი. წყალს კი მოუყევი, მაგრამ ალბათ მილი იყო გაჭედილი და არ წაიღო. ომარიკო ტრონსიკით უნდა ვიხარ ჩაიცვი შარვალი. დროზე. აუ ვერ ვიპოვე. რა ვერ იპოვე, ვერ გავიგე, მანდარე უჯრაში. გაახილე თვალები. საით მიემართება დედაშვილი? რა ვიცი ერთი ატყდა მაღაზიაში წამიყვანეო, ფილმ ჰაუსში. ჰარი პოტერის და ანიმეს რაღაცები ნავიყიდო, ასე თქვა. მე ფული საიდან აქვს? თუ შენ უნდა უყიდო. საიდან და გამოუგზავნა მზიაბებო მსოფლიდან, თავისი პენსიის ნახევარი. ჩავიცვი. всё, წავედით მაშინ. გამარჯობა. ანიმეს სათამაშოები მინდა და ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი. გამარჯობა პატარა ბიჭი, ჯადოსნური ჯოხი გინდა? ვინ უნდა მოვაჯადოვოთო?
მოსაჯადოებელის მეტი რა არის ჩემო კარგო. ყოველ მეორე ნაბიჯზე. აი მიმართალი ხარ ქალბატონო. აი ბიჭი ნახე, ეს არის ჯადოსნური ჯოხი. ამას რო ესე მოიქნევ, ყველაფერი ასრულდება. მაინა, აბა ხო არ მოგატყუებ. დედა რა კაი მაღაზია გაუხსნიათ კაცო. გოგონა, იქით მომეწონა სამურაის ხმალი. ხო და რამდენიმე დღეში კვირის ბოლოს გამოვივლი ვიყიდი გადამინახე. მოხვიდით? მანახება რა იყიდე? აუ, ანეს ეს ნახე რა მაგარი ჯოხი ვიყიდე ჰარი პოტერიდან. თან იმ ქალმა მითხრა რომ ჯადოსნურიაო. ნიტა არ უბირავდი რა. გამოთაყვანდი სულ. აუ, ანასტასია. სტუპეფაი. დედა მაგარი გაბერილი აქვს შენ შვილს. აუ, წელი გამიკავდა პროსტა. იმენა ზომბი ვარ. თელი დღე მინდა რომ საწოლში ვიკოტრიალო. ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩა. აუ, თან ძალიან ცხელად. ეხლა რომ წავიდე სახლში, მგონია რომ გზაში დავეცემი. აუ, ბაზარია რა. მიდი მაცივარში ორი ვიბარე ქავერიდებს და მოიტანე. ვივაკი არა ყავა მინდა ხე 1-4 ჭიქროც და გავგრილდე და მოვიხოდო. რა ყავა გოგო, ვივა მოიტანე მეთქი. ენერგიას მოგცემს და მოგხოდავს. თან სპეციალურად ჩავაცე გუში რომ უკეთესი გემო გქონდეს. გუშინ დაილთხი გახსოვს? ასე მგონია რომ რაღაცა მოხდა და ვერ ვიხსენებ. აუ, ამას მეც კი დაულევ. რა? თეკლაკ ორგანიზმისთვის რები მაქვს მიწერილი. თეკ ყველაფერი წარსულს გავატანოთ მიყვარხარ გუში. ხადაობ? სულ არ მეკვირს მე ეგ მესიჯები. რა ჩინა თეკლამ გუშინ შალახო იცეკვეთ ღამე რა ვიცი. შვენიერი გოგვად ყველა ერჩით. ხვდები ახლა რას ამბობ? როდის ვიცეკო შალახო? ხო, შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იატაკი და რო იღებდი ჭიქებს, რა გეგონა ვერ გავიგე. კი ბატონო, ის ჭიქა გადადა აღარ დავეძებ. დაიხედე ახლა შარვალზე. აუ, გამოგლიჯილია შარვალი პროსტა. დღეს არის ჩემი დაბადების დღე და კლასელი გოგოები უნდა დამადგნენ სახლში. კი ბატონო, მოვიდნენ. მე მიყვარს კაცო სტუმრები. ოღონდის ვარდის ლიქიორი არ გამოიტანო იცოდე. ანასტასია მოვედით გილოცა, ვიცი ჩუქარი მე გახსენი ხო გვიან. აუ, ანასტასია ის ტორტი კი ვიყიდეთ, მაგრამ მაღაზიაში შეხვდა თეკლა გურგენიძე და აგვეკიდა. აგერ მოდის, ჩემბრალერ არის მართლა გეუბნები. ანასტასია გილოცა, საჩუქარი ვერ მოგიტანი, მაგრამ ტორტის წარწერა მე მოვიფიქრე. ნახე. გესლი კლაუს. ძალიან მაგარია. გოგოებო, მობრძანდით სუფრასთან უკვე რა. ვაი, მე ეს ვარდის ლიქიორი ვინ გამოიტანა, კაცო? აუ, ძალიან მაგარი ოლივია ინგადეიდა. თქვენ გააკეთეთ ხა? არა, ანასტასიამ გააკეთა რა. შენ გაგიმარჯოს ამ ჭიქიტას. აუ, რა გრადუსიანია? აუ, ლანა გამოიტანე რა მიდი ტორტი ჩააქროს ბარემ. ტორტს ვაქრობთ. ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე იცოდე. ჩავიფიქრე. აუ, მე მგონი ალერგია მომცა ამ სასმელმა. ვეღარ ვსუნთქავ. რა? ვაიმე ჩემი ვარდის ლიქიორი. აუ, თეკლა იგუდება ვინმეს დაურეკეთ. როგორ მალე ხდება სურვილები. ბავშვებო, მაღაზია გაქურდეს და ქურდი გაიქცა. აუ, წამო გავეკიდოთ და დავეწევი. იცი რა სწრაფად დავრბივარ? აუ, ასო რა დებილი ხარ რა? შენ გიჩვენია სკვინტლებს დაანებო თავი, თორე ის პოლიციელი დაგიჭერს. თან ჩვენსკენ მოდის. ბავშვებო, პოლიციის ოფიცერი ნიჟარაძე. აქ თამაშობდით ხო თქვენ? მაღაზიიდან ხარ დაგინახეთ ვინმე გამოქცეული. დიახ, და ქალი იყო ზუსტად ვიცი. ეგრე გარბის ხომ და ჩემიც გაზიდარო საჭმელი გადმოუვა ხოლმე. კი, ქალი იყო. შავები ეცვა და თმა ქონდა მოკლედ შეჭრილი. იქით წავიდა. უკაცრავად 308 ნომერი თუ ჩამოივლის აქ. დიახ, აქ ჩამოივლის 3 წუთში. ვაიმე, ქალბატონო ხდება კაცოლის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მოკლის პირველი ნაწილის მიხედვით რაც ქურდობას გულისხმობს. რა ქურდობა კაცო, აქ ვცხოვრობ. მე და გაჩერებაზე ჩამოვედი 2 წუთის წინ. საყიდლებზე მივდივარ. თქვენ გაქვთ უმილის უფლება და სიტყვით შესვლა გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. რა სასამართლო კაცო? არაფერი არ დამეშავებია.
ბაჩუკის წაიყვანი განყოფილებაში და მოვალმეც მალე რა. ბავშვებო, დავიჭირეთ, ჯიგრები ხართ. წავედი მე ბავშვებო სახში, დედაჩემს მოუყვები. ვაიმე, ეკლესიაში ფულზე ლაპარაკი ვის გაუგია, კაცო? ბაზარში ვართ. ვაიმე, არ თქვა დამრიგო, ეკლესიაში მოდიან და კაპიკიანი არ უგდიათ ჯიბეში. იმ დღეს თუ მამამში საწერის ყუთი გახსნა, სუცარიელი იყო, ნეტა არ მენახა. ვაიმე, მაგას არ ვამბობ გოგოებო, სად შეიკრიბა ამდენ წუწურაკი მე არ ვიცი. უი, მამაოზე გამახსენდა, ერთ კვირაში მამა თევდორე არის იუბილარი, ხო და ასასლავს ვთქვით, რომ ესეთი ოქროს ძეწყვი ვიყიდოთ მსხვილი და დანარჩენი თანხით მე ვიტრაპეზებთ რესტორანში. აუცილებლად დამრიგო ხვალე ვიღებ ლატარიის ფულს და ჩამოვიტან მაშინათვე. ასლარსდებთ. გოგო, რა ვიცი, ისე ძალიან მეუხერხულება მე ამ დაბადების დღის მოწყობა. რა ვიცი ხარ, უნდოდეს მამაოს გადაიხდიდა მე მგონი. ვაიმე, სადა გოგო მამაოს მაგდენი ფული? აი რეკავს. დიახ, მამა თევდორე. კარგით მოვიკითხავ. წითელი ოპელი ვისია? შენია ალეკო. მე გადააყენე კაცო, მამამ დამირეკა ვერვეტები ლექსუსითო. მე რამდენად უნდა ვაწვალოთ კაცო ეს კაცი შემოსვლაზე? შემეწოდება ხოლმე რაღაცნაირად ხანდახან მამაო. ლამის ჩავიფსი გოგო, რა ისტორია მოყევი ეგ? გოგო, მე კი არ მომიგონია ეგრე იყო და. მედიკო ალბათ დიდი იქნება ხო უკვე თქვენი შვილი. მედიკოს დიდი ბიჭი ყავს კაცო უკვე. რამდენის იქნება გოგო? 26-ის? 26 წლის არის ხო? ერთი თვის წინ გახდა და გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სულს მაკაცები და ისინი ყავდა. ხო, აი რამდენს ნიშნავს შემდგარი ადამიანი, კაი შემოსავალი რო გაქვს, შეგიძლია მუშაობ და გადაიხადა დაბადების დღეც. ვაიმე, მან გაჩერდი ინგა ეხლა რა. რას ქვია კაცო მუშაობს? რატომ უნდა იმუშაოს ბავშვმა, როცა მეც და მამამისაც ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს. რა სისულელეა? ლიედიდა, კითხება ბავშვი ძუძუზე ხო არ გყავსო? ანასტასია. ბავშვი ჩემი შვილი 22 წლის არის და 2 სამსახური აქვს. უიმე არა, მე ეგრე შვილები არ გამიზრდიან ნამდვილად. უი, ერთი წუთი. ხოლევანი. კარგი დედი გამოვალ ეხლავე. კარგი. გოგოებო უნდა გავიქცე რა რაღაც საქმე გამომიჩდა და. კაი მედიკო, მედია აღარ გაცილებ. კაი. რას გავარდა კაცო, რა ეჩქარებოდა რა. შვილმა დაურეკა. ალბათ პამპერსი აქვს გამოსაცვლელი. ანასტასია შეყვარებული ყავს იცი? აუ, ძალიან დებილია ეს ბავშვი რა. ირანელი ტურისტი იყო, ეგრე გზას ვასწავლიდი. ვაიმე, შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი მე საიდან მოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ გოგო, კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ეხლა. დედა, ნუნუ როგორ არის გოგო? ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზიან ბობ. აუ, ძალიან მაგარი რუჟაა ეგ ქალი. ხო ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო. ზურა. ხო და? ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, მტერსაც არ ვუსურვებ. მე სპარკიც რო გამეხეს, ხა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა, გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად? კი, რა ვიცი ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ ხო არ მუშაობ შენ? აი რა ველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხოეთში რა. აი მე რა უცხოეთი ზურა ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკვდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით, ისედაც ცალით ირკმენი ეგ. აბა გიმენა არ უნდათ რო ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე ცხაკლას და მეტი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედა შენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალით ირკმელი აქ. შენახველებდი ხო გუში მთელი ღამე? უეჭველი გაციებული ხარ? არა რამე ვახველებდი კაცო, ვენტილატორის ხმა იქნებოდა ეგ. არ გვაქვს ჩვენ ვენტილატორი. კარგი ხო გავწივდი და მახველებს. სკვაზნიაკში ვიჯექი და.
აუჯი, რო გადამინდოს ახლა, ვეღარ ჩავალ ბავშვებთან ეზოში. ხოდა ნუ მომეკარები ახლა შენც ომარიკო ეს 2 დღე, გამივლის მალე. აუჯი, აჰა, შენი საფულე და 2 ლარი მომეცი. თუ და მომეკარებით მეთქი კაცო ახლა არ თქვი, ვერ მოგცემ ფულს კაცო გაციებული ვარ. ინგე ნახე ამ კუპალნიკებზე გეუბნებოდი მიყიდე მეთქი. ძალიან მაგარია. დედა, ნუ მოდიხართ მეთქი კაცო ახლოს, ჩინურად ვლაპარაკობ. გადამედება. რა მოხდა რა გატირებს? ბიძა ჩემი გარდაიცვალა რუსეთში და წერილი მომწერეს. რა სიწერებიან? მშვიდობა რუსეთშიო. რა ვიცი, გულით გარდაცვლილა და დატოვა ანდერცი, რომლის მიხედვით $5,000 მეკუთვნის მე რა? აუ, ერთი იგითი ბიძა მაგრა გაასწორებდა რა. გეხმარება შენ ჩემი ძმა როგორც შეუძლია. თვითონაც რაკნას კაცო, ზესტაფონში მუშაობს, ამერიკაში კი არა. $5,000 რას ნიშნავს? რა და ფული დამიტოვა ომარიკო მაჩუკა. ხოდა მიდიხდა სანთელი დაუნთე. ეგ არა კაცო, 5 ლარიანი სანთელია ეგ. დევს მანდ 20 თეთრიანებიც. ინგა რაში უნდა დახარჯო ახლა ეგ ფული? ჩემში ხო არ დააბანდებდი. ნეტ არ ღლიცინებდე რა. რა ვიცი, მე ვფიქრობ რაღაცა ბიზნესი დავიწყო. ბიზნესი? საშუალო ხوار გავიკეთებინა. აუ მაია, ჩემ კლასელებს ავპატიჟებ ხოლმე. აჰა, მომიყარა ამან უკვე ბავშვები. არაკაც საშაურმე არ მინდა ერთი. ვაიმე, თონე. მთელი корпуსი იმას გაიძახეს, რომ ერთი თონე რა გაგვიხდა უბანშიო და გავხსნი ვიმუშავებ მე თვითონ. იმინა ბიზნეს ვუმენი ხარ რა. სიტყვები შეარჩიე შენ. სახლში ხარ, ბესეთკაში კი არა. დეგენერატი. ბავშვებო, წავედით ჩემთან სახლში. აუ, მან შენი დაიქნება და მე არ მინდა. წავიდეთ კი, თორემ მზეზე რო ვარ ხოლმე, დიდი ხანი მერე ცხოვიდან სისხლი მომდის ხოლმე. მე და ბავშვები მოვედით. ვაიმე, ვინ ბავშვები მომიყარა ახლა ამან სახლში, ჰა? ვაიმე, მობრძანდით. რა საყვარლები არიან. აუ, ძანქვშია სამივეს და კარტოფილი შეგვიწვი. მოგეტანა და შეგიწვავდი. აი, მიდი ხო იქ და მომიტანე, 1.5 ცალი. ბუბლაგალაისტო, ვია, ვასო გაიჩითა. არც გიყვანე შენ კიდე იმ სათვალეებიან მაგაცებმა? აუ, დამანებე თავი. შეეშვი გოგო მაგ ბავშვს რა. დაჭერი მიდი ცოტა სალათიც. ცოტა? ბაზარი ერადი. ესე იგი მესამე დიგიტი და 9 პომიდორი უნდა დავჭრა. ესე იგი ჩემ გამოჭერაზე ხარ რა. ვაისო ჯახი მერე შენზე რო უნდა დადგეს. გაეფლანგებად ყველაფერი. აბა მობრძანდით ბავშვებო სუფრასთან. ომარიკო ეს შენია, აგერ დავდებ. ესეც ლიზის და ვასოს. აბა მიერთვით ბავშვებო გემრიელად. მე მიჭამეთ რა გეხვეწები, რა სახეები გაქვთ. ერიდებათ და. ბავშვი როგორი ბადება? ვაიმე ამის დრო იყო ახლა. როგორი ბადება ომარიკო და პოულობენ კომბოსტოში მშობლები ბავშვებს და მიყავთ მერე სახლში. ბაზარში რო გამყიდოს უთხარი უვარგისი კომბოსტოებიაო. ესე იგი იმაში უვარგისი ბავშვები იყვნენ? ხო, კარგად უნდა არჩე, თორე შეიძლება რომ უვარგისით შეგხვდეს. ომარიკო მეგეთყვი გინდა? ბავშვი რო გაჩნდეს მაგისთვის საჭირო რომ ხალი და კაცი. აბა მზიაბებო მოვიდა შევეგებოთ ყველა. შევეგებოთ ყველა. გამართვეს ამოდი. ინგა ისეთი კომბოსტა მოგიტანა შვილო რომ გაგიჟდები. რა? ბებო იცი ახლა ძამიკვან დაიკო რომ ეყოლება? რა? ინგა ანასტასია, ჩემი ჩურჩხელა ეს გაუშვი. შტერო? შეხედა როგორ უზნეოდ იქცევიან. თქვენი ხმა არ გავიგო ახლა. პროსტა ხო აღიში რომ მაგიდი სტილო ჩაუტენო ახლა პირში.
ეგრეთი ჩაიმაგონენია ხალბატონო. მაგით დაიმორჩენდით თქვენი, თორე კედლებზე დადიოდა კედლებზე. ისეთი იყო. კედლებზე? აუ რა მაქარია. ბიბო დღეს როგორ ზინაყი გააკი თუ არ გინდა? ვაიმე ჩემი სიკვდილი, თაფლის ოფერში დამჭა წამოსაღები მქონდა. სად ვიყიდო ახლა, სად არის მაღაზია? შენგან 3 მეტრში. აი ამ ტელეფონში. თან ვოლძეს ქულაპით 50-იანი კეშბექია. ნახე, აბა აღერს თაფლი. 40 ლარი. ანუ 20 ლარი ჩემია. აუ მინა კომდიდატები პროსტა. მეტა სოფერშიც იყოს ეგ გამოძახებები. ტალახში რა მიწავს ხოლმე სიამბული, ტალახში. აუ მოხლი. ომარიკო შეც კი ვერ იული კედლებზე. ეგ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. აუ რა სამცინი ხარ? ალკაჯო? აუ პროსტა. ბოლო წვეთი იყო ეგ. ეხლა ნახე რაც მოგივა. მიძინებული მზია გამაგვიძეთ ახლა თქვენ. მათ მოვიდეთ ამაცადეთ. აჰა, მეც მოვედი, ძლივს მოვახციე რა. ვაიმე, რა მოხდა აქ? რა გჭირთ, კაცო? ცუდად მოვიქეცით. რისთვისაც დავისაჯეთ. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგადეი და რავი, თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. მეც ბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალიე მანდამდე. მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. შემომხედე ეხლა თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო, მარიკო? თოვლის პაპაა ეს, ის კი არა. რა ქვია, მილიონერი. მე მირა იყო შვილოს, მე არ გაქვს საერთოდ. გაიმეორე მიდი. დო რე მი დაგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის. მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია. ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა. მანქადებმა ტვინი შეჭამეს. აუ ძალიან მაგარი ზმანები უნდა დავითრიო სკოლისთვის. რომელი აბა ის მაღაზია? გოგო, აი ეს მაღაზია, ჩემი მეზობელი მუშაობს და ძალიან კაი რაღაცები აქვთ ხოლმე. მოდით აბა გოგოებო, მოდით. ჯინსი, მაიკა, ტუფლი, კამარი ყველაფერი გვაქვს. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ რომ აჩვენოთ. ვიწრო? რა მაქვს ვიწრო? აი ეს მოდელი. მიდი ჩაიცვა ისინჯე წაიღე. არა ესეთები არ მომწონს. გავივლით. აუ გავიხსენო ის მეორე მაღაზია სად არის? რძალდე და მთილი რომ მუშაობს. თიკო წამოვა იმ ქალთან მივიდეთ. დეინერის ტარგარიანს რო გავს. აბა რას ვეძებთ გოგოებო, სულ ახალი თურქული ტავარია. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ ქალბატონო? არა, ვიწროები არ შემომიტანია. დრაკონები? დრაკონის მოდელები აღარ არის შვილო. ხაჭაპური, ლობიანი, ბერაშკი. თამრო, ერთი ხაჭაპური მომეცი რა, ხოცხელია. ანასტასია ის მაღაზია, მიდი აბა იკითხე. უკაცრავად ვიწრო ჯინსები ხო არ გაქვთ? რა შვილო? ვიწრო ჯინსები. ქალბატონო. თიკო ვისთან მომიყვანი აქ? დუმარების ფიცი ქონდა ამ ქალს დადებული. გოგო რა ვიცი, მე სვაკვიდულობ ხოლმე. მაშინ გასაგებია. აბა, ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილი გოგოებო. შუშენიკის წამება ხო მას? მე ვისწავლი. აუ მე ძალიან გამიჭირდა და რაღაცები ვერ გავიგე. თეკლამ საერთოდ ვერ გამონახა შუშენიკთან, თვითონ ფუფუნებაშია გაზრდილი. კი ბატონო, ეხლა რაც ვერ გაიგეთ, ჩამოწერეთ რვეულებში და აგიხსნით. ეთი ამას ძველ ქართულად უნდა ჩამოვწეროთ თუ ჩვეულებრივად? ინგლისური ასოებით უნდა დაწეროთ ამთა. მივხვდი, ოკეი.
მას ირანელები მასდიანები იყვნენ და ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგენი ცეცხლს ცემდნენ თაყვანს, მაგათი რელიგია იყო. მართლა? აუ რა გიჟი ხალხი ყოფილა წარმოიდგინე? ანუ გასთან იდგნენ და ლოცულობდნენ? გასთან არა თიკლა, მაშინ ელექტროქურები იყო უკვე შემოსული. ესე იგი არაფერი არ გიმეცადინიათ, ხო გოგოებო? ბიჭების ჯგუფი გჯობიათ თქვენ ისევ. ერთი ბიჭების ჯგუფიც ყავთ თქვენ? მე რა გადავიდე შეიძლება? გაგიჟდი გოგო? ოდეს ყოფილა საქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთ ეჭამათ პური. არ შეიძლება. აუ ჯე ხელი გავიჭერი ძანით და ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ვაიმე მიშველეთ. ანასტასია ბინტი და ბამბა მოიტანე დროზე. მიდი. მაილა კი არა მოგატყუე. კეჩუპი დავისხი ხელზე. აი დეგენერატი არ არის ახლა ეს, ჰა? დიდი ხანია მე მაგას ვამბობ. მე ვერთ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა. შენ ტელეფონი რეკავს. ალო. კარგით. დელია დეიდა იყო ცუდად თუ არ გამომხედოსო. ვაიმე წნევა იქნება ახლა მაგას მაღალი რა. წავალ გავხედავ მე. მოგატყუე, ვიღაც სხვა იყო ნომერი შეეშალა. სასიკვდილო თუ დაგჭირდება დახმარება. მე აღარავინ აღარ გიშველის. თუ როგორი ტყუება კაცო ხედავ მთელი დღე, აჰა. ტუალეტში ქაღალდი გამოილია. მოვალ ხო მოგაწვდი ეხლავე. კიდე იტყუება ეს მე მგონი. დღეს დილით იყო კაცო ქაღალდი და რა გამოლებდა ვერ გავიგე. აი ეგ მომატყუებს მე რა. არა ინგა შენი მოტყუება სად გაგონილა? უიმართლა უცილარი მჭირდება. გოგოებმა გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. უი რა კარგია თქვენ გაიხარეთ რა. აუ შემომაწვდის ვინმე ქაღალდს. გამარჯობა რა შევკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლისწვენი თუ შეიძლება? კი ბატონო და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა? უკაცრავად თქვენ ესინებებთ. მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო რა უშაქროთ. კი ბატონო ახლავე. დესერტსაც ხომ არ მიირთმევთ? აუ რა გვინდა დესერტი? კაი არ გვინდა იყოს. ნერი მიმტანია. აუ ნინი ისეთი წვილი შემოვიდა რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მიმომსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო ვერ ვიპოვეთ მე და თეო მიმსაფულის პატრონი და ისასლარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაკიდე მეორეში. აუ ჯიგარი ხარ. კაი მაგათ მიმომსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომსახურე ახლა რა შემოვიდნენ. აუ ხო კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რა სინებებთ? მე ორაგული ტკბილცხარი საუსით. მე სტეიქს ავიღებ მედიუმ რეარს და მორი ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართმევთ ცოტა ხანში და სანთლებსაც ავანთებთ მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს აანთებთ დაძმა ვართ ჩვენ? დედა როგორი ჩხუბია უბანში. ნინო, მოიწიე გოგო, ეკადათინა ჩხუბობენ. შენზე, შედუდუ ცომათხოვარო. მოვედი ეს მეორე შენ შეჭამე. გოგო ესენი კიდე ჩხუბობენ, წეღან დაწყევლეს ერთმანეთი. დედა რა სიტყვებს ამბობენ გოგო? ომარიკო რა გინდა შენ აქ? მიბრუნდი ხა იქ თამაშე. როგორ ისმენდა რა. რა გამოვტოვე გოგო გადახვევა არ შეიძლება. რა სიცინი ხარ შენ მან დრო იცინი ხარ. აი მე დედა. რა მისანახაობა აქ ჩხუბობთ მე რა, ჭორიკანა ბებრები. რაო? რა თქვი გოგო? ჭორობა სხვისი მეზიცხება როგორ მეტავ მაგის თქმას? დანებე დედა ჩემს თავი თორე პრობლემები შეგექმნება. აი მე სკინტლი მოიწმინდე პატარა. ინო დამაკავე ახლა იცოდე თორე თუ წვდი იმ წებში გავამელოდებ მე არ ვიყო ინგა რა. ვაიმე ინგა რა ხდება რატო ჩხუბობთ? რა და მოვარდა გოგო ეს ცერცეტი ქალი და ჭორიკანა ბებრები გვეძახა სულ ამ ხელა ქალებს. ვაიმე გაგონილა ასეთი რამეს თქვა. აი მე გაგონილა კი არა ზედარ მიგაყოლო ქალო. ჩემი არი პატიოსანი მეორე დადიოდეს უბანში ჭორიკნებო თქვენ. ხო აბა გეგონოთ. ლალი დეიდეს ქმართ რომ მიდიხარ ხომ სამშაბათობით 8 საათზე.
დედა. გაიგე ქალბატონო ეკა. წადი ახლა კაცო დაიკარგი აქედან. ყოჩა ხომარიკო. აი შვილი. ჭილკუ ორვე. აიმე როგორ მიყვარს ეგ ქორწილის სიმღერა. რა ქორწილი ახალი წლის სიმღერაა? ოღონდ შელახული და გაპარტახებული. ერთეულად სანტად შეურაცხყოფილი და ინგლისური ენაც. აბა ნოემბერში რო იყიდე ნაძვის ხე და სახლში მოიტანე რა გეგონა. ეგ სახლის ნაძვის ხე არ არის, ჩემ ოთახში უნდა დავდო. აქ არ გამოიტანო, რომ დომოდეთ იცვიყიდი. აუ მეც მინდა ჩემი ოთახისთვის ასეთი, თავისით რო ანათებდეს. დიახ, თავისით ანათებს, სინათლეზე იდენება. საიტია ჯერ-ჯ, უთხარი ინგას და გიყიდის, მარტო მაგათავთ. ხოლია, გოგო ნაძვის ხე იყიდა ანასტასიამ გამოდი გაჩვენო, გაგიჟდები. მყავას გამოაყოლე დავლიოთ. კაი. ბავშვი ანასტასიას თავის ოთახში აქ ნაძვის ხე და ღამე როგორ მოუპარო მასწავლით. შედი დაიღე. ორა დებილია ვასოდა. შედი ვარ ოთახში. ნაძვის ხე. ბავშვი. რასაკეთებ დებილო ბავშვი, ვიცვლი. ბავშვებო დასხედით კვადრატ ამოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვაღწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიკეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოთ-დოგს ვჭამდი მას. და ეხლა ის ჰოთ-დოგი ნაკნას ტუალეტში. წადი ხო? მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. სამი გვერდი აქვს, სამი კუთხე აქვს და მოსვიცის თავს გავს. მაშ ორ კუთხედი არსებობს? არა, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შეგვიშვა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე ტუალეტში მას. ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებლის შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლესში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. და ესეთი მაწუნის სუპი გავაკეთე გაგიჟდებით. თინა ხო შეჭამშვილო შენცა. მე თიკო მქვია და მაწუნის სუპი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული ანა გავშვილო ნაჭამი ესეთი გემრიელია სოფლის მაწუნით. აუ მან ერთი ზულტი და როგორ გამოძახებული KFC. სიტყვა არ დაგწეთ არც ერთს. და რა უთხრა ანასტასია რომ კეშბექი იყო და მაგიტო გამოვიძახეთო. პლუს ბარათი თუ ხო დღეს ახლა 50%-იანი კეშბექი ვოლტზე. KFC-ს თუ გამოიძახებ. ხო იმზებებო გაიგებს ეგ რო უთხრა. არც ვოლტი არის ის რა არის, არც KFC და არც კეშბექი. გოგო, მაწუნის სუპიც რო ჭამოთ და მე ბურგერებიც ვერ გავკაჩავთ. აბა რას ვკაჩავთ ერთი გამაგებინეთ? ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ მაწუნის სუპს შეჭამს. თიკო ხო შენ პლუს ბარათი გადაიხადე. მაგაზია ხო კიდე ათლერიანი კეშბექი ვოლტზე დაგიჭდება. ხო მე ისედაც მაგით ვიხდი სულ. გოგო 20 ნოემბრიდან თვის ბოლომდე კიდე აქცია და ვოლტიდან თუ გამოიძახებ KFC-ს 5 ლარია კეშბექი. ოკეი, დღეს თუ გადავრჩით, მე ჩვენი გადარჩენის ამბავში გამოვიძახოთ კიდე. ეს ამსაცალი მაწუნის სუპი გოგოებო მოდით რა. მოკლედ მაწუნის სუპებს ვაქცევთ უნიტაზში. ოღონდ ძალიან ჩუმად. საით თავდგავდივართ ჩემი ოთახიდან შევდივართ ტუალეტში და ვაქცევთ. გასაგებია? გასაგებია. პირველი მეწავალ. მიდი აბა შენიცი. აუ, კალიდურში ჩაიხლიცა.
რა მოხდა? ბაიმე, კედელზეა მაწუნის სუპი გადასხმული. რანაირად წაიქეცი, ბიჭო, ბაიმე, რა ლამაზად არის გადასხმული, ისე უყურე რა. უკაცრავად გადაიწიეთ რა ცოტა. გადაიწიეთ რა. ზედავით რა შეუძლებია. უკაცრავად ხო ვერ დამცვავდით მან გოგონა. რა ვერ ფეხმდგივა. ფეხმძიმედ ვარ, დამსვი ეხლა. მუცელი არ გეტყობა საერთოდ ქალბატონო. ამ კაცს ხო აქვს დიდი მუცელი. ეს დასვით მაშინ ეს არის ფეხმძიმედ. ჩემთან რა გიდათ, ქალბატონო, რა ვჭამე თქვენთან? მე ვჭამე ამ ავტობუსში რო ამოვედი. ვაიმე, რა ადგილას ვართ, ვერ ვხედავ და. დიდი დიღმის შესასვლელში ვართ ქალბატონო, გუდვილთან. მანდ 9 საათის წინ არ ვიყავით? მერე რასაცობია ქალბატონო ვერ ხედავთ, წევით დადის ავტობუსი. ხო, ისეთი შეკრულობა ქონდა, რომ 3 დღე გაუგრძელდა. შეკრულობა. ხო, ვერაშვებოდა. სახში და ევროკავშირში ერთობლივად შევალთ ჩვენ მე მგონი. ვაიმე, თუ გახვალეთ რას ამოდიხართ კაცო ავტობუსში? 1000 ვირუსია და ავცელებთ. რა ვირუსი ქალბატონო, ორი პაჩკა პაპიროსი მოუწია მარტო ავტობუსში. ისა ნოტარიუსთან გააჩერით რა მოთხოვნითზე. ვაიმე, ვერ გაიგო მე მგონი. ნოტარიუსთან გაუჩერეთ ამ ქალბატონს, ანდერძვიათ აწეროს გონია იმდენი ხანია ავტობუსში. ასაღარი ტყვიან. შენ მაინც არ დამსვი ხო? კი ბატონო. კი, ბუნების მასწავლებელმა რეული დამიგლიჯა შეხედე. საერთოდ აღარ ვისწავლი. რა რეული დაგიგლიჯო, მარიკო, არ გავგლიჯო ეხლა ეგ ხალი. ხო, შეცდომით გიწერია დავალება ხეებზე და ფუჩქებზეო. მე რეული რამ დააგლიჯინა? შეიძლება რომ ნევროზი აქვს. დედა, ნევროს მივცე მე მაგას. რას ლაპარაკობ კაცო, რა რველებს მიგლიჯო? ვერ გავიგე ბავშვი დაფრინავს ნოვატორში, აწყობს და აპროგრამებს რობოტებს. ჩემი რობოტიც რომ მქონდა ამას წინ წაღებული სკოლაში, მარტო მაქალს არ მოეწონა. დიდი არაფერიო ასე თქვა. სუ გაგიჟდა ეს ხალხი რა. შეუნა წაიყვანო ხალხოიც ბავშვი ნოვატორში. მისამართი ხო გახსოვს, ნუცუბიცი 68. ეხლა დავრეკოთ. სად რეკავ ნოვატორში? არა კაცო, მაგაცე მადლობის მეტი რამე თქმის ვერ გავიგე რას ვერჩი. სადაც საჭიროა იქ ვრეკავ. ზემოთ. აი მე ამ შობლების ჩატში ხო არ წდება კიდე ეს მესიჯები რა. რა ხდება? აი მე გოგოებო, ჩვენი ბუნების მასწავლებელი გაუგდიათ თურმე სკოლიდან. ხადაობ ხო? ასე მგონია რომ დამთხოვა არ არის ეგ. გამაცადე. კი გოგოებო მართალია, მაგრამ ისე კი არ მიყვარდა ეგ ხალი ერთხელ ჩემი სალომე ისე ითხრია თმებით რომ ბავშვი სახში რომ მოვიდა ტალავერი ქონდა თავზე. მე უბრალოდ იქ დავრეკე სადაც საჭირო იყო. ინგა სამსახური ვიშოვე, ვინ დაიწყო მუშაობა რესტორანში? დედა რა კარგია, ანასტასია, ვის აქვს ჩემი ვალი? ეს მე ვალეები ხო ვერ მოვიშური რა. იმდანად დავიწყე მუშაობა ბანკირად კი არა. ყველაფერს გავისტუმრებ ხილფასზე. აი, დედის ამაქვს ვერასოდეს გაისტუმრებს შვილი. რა გინდა რა ზემინა მივოკებ ეხლა? არაფერს არ გინდა მივოკებ მე ხა, ისე ნუ გამომიყვარო გეგონება კრემისფერი შარფი მქონდეს, ანახი და 40 ლარი მჭირდებოდეს. აუ მე რა უნდა მეყიდო ანასტასია? ვინ მელაპარაკება? რატო უნდა გიყიდო შენ საერთოდ რამე რა გააკეთე გუშინ? არაფერი. რა გააკეთა? დამიწყებია გუშინ ჩემი ოთახის კარები ჩაკეტვა თურმე და რო ვთვერქავდი ვიდეო გადამიღო. რა შვებოდი? ვთვერქავდი რა არის? ვთვერქავდი, ანუ სწავლობდი. ინგლისურად თვერქ ნიშნავს სწავლას, მეცადინეობას. კიდე კაი როუსთვის გაგიგზავნია ეგ ვიდეო. იმედია არ დავაგვიანე. ანასტასიას ცეკვის ვიდეო მოგიტანი და გადაიწერე ტელეფონიდან. მესენჯერზე არ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი პაროლი იცის და ნახავდა. იმედია რომ სუფთად მოქმედებდი. მაჩვენია ბა. ეს ვიდეო რა არის? 15 ლარი. კაი გამომართვი. იმედია რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე, მოდით აქეთ. რა გაჩითე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ ციყოს მაინც არ გაჭმევდი მაგ სკვინტლიანი ხელებით. დედა ჩემმა მომიყვარო ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხუშითიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს, გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოაგროვი გლიტერები და გადაცვალე სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა.
შეიძლება ის უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ. ვითო არ ეტყობა ცრემლების სახეზე. დედა ჩემო მომიყარა თურმე ცოტა უთრებე დედამის თმებით. რო გავუშვა თურმე თმები ქონდა ხელში შერჩენილი. რა დროს თმებით თრევა დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო დავიწყოთ რა. ბავშვებო შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარ ჩანთას ართმევს. აუ როგორ ჩხუბობენ. ომარიკო დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო მოდი მომეხმარეთ კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობა. სხვა შორის და ჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია არ მაკლდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქვა სხვა შორის ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბესეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასომ დაინახა დედა ჩემი და გამოვიკეთით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათ ასახში არ მიხვდეთ რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის. აი შენ თუ ეგ შეგარჩინო ნახავ და დეკლას კიდე. რა გინდა, ახარ ვიზავ ხო გავიგე. არა მოფიქრება ხო უნდა მე მაგას. მეცინება. ხო იცინე და შენ ინფორმაციებსაც გაიტანს მალე გარეთ. ახლა მონიეხლე ეგზელატოსი. აი მე ისო მარიკო 8 წელი ზელატოს რო არ გეყიდა მაღაზიაში რა იქნებოდა? ან კიდე რითი იყიდა კაცო მაგდენი. რატო არ იყიდა რაც თეკლამ ამას ფულები მისცა ინფორმაციებში? Forbes-ის მილიონერების სიაში რო არ არის შეყვანილი ეგ მიგვირს მე. რა გინდა 20 ლარი გადამიხადა მარტო თან ნიკორაში აქციაა ზელატოსზე. 2 წელი მოგდის ერთის ფასში. ხო და ავიღებ 2 წელს. ლიასთან უნდა გავიდე და ხელსარიელიც არ შევალ. აუ ჩემი ნაყიდები არ გაუტანო, შენ რაც იყიდე ის გაუტანე. კარაკი. ვერ არის ეს, ხო იცი. კარაკით გავიდე ბიჭო მეზობელთან. ეს ბიზნესმენიც წაიყვანე. გამოძალავს ინფორმაციებს ლიას და მე მოვუყვება ტეკლას. გავედი მე ლიასთან. შენ თავს მიხედე შენ რა. სამსახური რო ვერ გიშოვია ამ ხელა კოკოს. აი ეხლა გამაკავით. მოვედი. ვაიმე რა მოხდა? გაგზარცვეს? რა გაგზარცვეს? საიდან მოიტანი? ომარიკო სად არის? ძალიან მივიდა კეფაში ჩარტყმა და საწოლზეა. გამოფხიზლდება ცოტა ხანში. ანასტასია შეხედე სამსახურს რო ეძებ რა ვიპოვე სადარბაზოში? ბუკლეტი. მომაჩვენია ვა? სულ ახალი ალბათ დღეს გააკრეს. ვიძებთ მენეჯერს კვირაში 5 დღე ანაზღაურება 1800 ლარი რა? დედა რა კარგი ანაზღაურება ანასტასია, მაგრამ რის მენეჯერს ეძებენ კაცო? ბევრი არაფერი არ წერია და როგორ გავიგო? მან ტელეფონის ნომერი აწერია ზედ და დარეკე. ომარიკო, ვის ელაპარაკებოდი შენ დილით ტელეფონზე რო ჩურჩულებდი? არავის, ვასოსალიზის ველაპარაკებოდი ჩატში. შვრიკო. გამარჯობა, სამსახურთან დაკავშირებით გაწუხებთ. დიახ, რის მენეჯერის ვაკანსიაა ეს? სოფლის პროდუქტების მაღაზია. აი რო ვამბობ ისევ სოფელი გადაგვარჩენს მეთქი ვარჯერად თქვენ და. მე გლანში ვცხოვრობ და კი ინგლისურიც ვიცი. კი მოვალ გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მომწერეთ მისამართი. მგონი სამსახური ვიშვი. კარგი დროებით. ხო, ვერაფერს ვერ მიხვდა. ვერც იმას შე რა გამომატანე ეგ ბუკლეტი. ინგა სამსახურში მივდივარ და უცებ ყავა მომიდუღე რა. მოვადუღე მანდდევს. გაახილე თვალები მიკერილი რო გაქვს. ერთი ყავა მეც მომიდუღე ინგა. ინგას მოგწე მე შენ. დალი გოგო ეკყავა შენ კიდე გაცივდა. ხო დავლევ, ფლიპმენს თამაშობ. დავრეგისტრირდი მეილით და ეხლა შევედი. რეიტინგი უნდა ავწიო. რეიტინგი კი არა, თმები აიწია შუბლიდან და გამოაჩინე. ლამაზი შუბლი გაქვს შენ, მე მგავხარ მაგით. აბა ნაგავს ვინ გაიყოლებთ? ახსენე ნაგავი და ყრუბდებიან ეგრევე ორივე რა. აუ, სულ ნაგავს მატანი მე. ჩემი კლასელები სკოლაში რემოდიან დედები სენდვიჩებს და წარმატებებს აწანენ. მერე მეცხო გატანო მარიკო, აი სენდვიჩი და წაიღე. აუ, ჩემი სენდვიჩი იყო, რატომ მიეცი? აბა არ გეკონტაქტები შენ და არც მაგი შემჭმელი არ იყავი. აუ რა გავაკეთო, ძალიან მაგარი პრიზებია ფლიპენში ყოველი კვირის ბოლოს. უნდა მოვიგო. Galaxy Buds 2, Galaxy Z Flip 5 და კიდე ბევრი რაღაცა. ჩემი ყავასადღა. წავედი მე სკოლაში. აუ ძიამ ნამცხრებს რატო არ მაჭმევ მე? აი მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს, მე რამდენად გავიმეორო, ვერ გავიგე. დარჩება საღამოს და შეჭამთ მერე.
ხო რა პრობლემაა, შვილები ნასოფლალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე, დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიცკიწებიათ. საღამომდე არ გამოხვათ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო, მოდით. დასხედით რა, მან გადავიდან თებშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. მაიმე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგესინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილე მაშინ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მიდიონკანთან. ვინი ძალიან გემრიელი ეკლერია. მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი ესეც ძალიან გემრიელია. ზუ. მაგას შუქიალია დეიდა და არ მაჭმევს. აიმე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამ ჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჭიქასად გვაქვს ნებისმიერი. აიმე ოღონდ სამზარეულოში შემოვიდეს რა. არის სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიხო. და წყალი ხო წაიღე ზეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო, გული აქვს წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მეოთხე მაგიდისთვის. აუ, რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი ერთ-ერთი მოვიდა მე-7 მაგიდა. ხო. ზა? მაგათ მე მოიმსახურები, მე მიმიშვი. გამარჯობა რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდა აქ. რას ქვია ქრამინდა ქალბატონო აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა, თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხამე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღებ, მაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარეთით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ მე მარტო ბარათი მაგდო. კი ვიცი, ქალბატონო თქვენ ხარ გაქვთ ქეშოთ თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნიბავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. ომარიკო, გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა როყვირი ხომე უფრო იბნევა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირე კარაქიანი პურის მაგრეთ მაგიდის ტვილო მოკბიჩა. ტელეფონით დატენება ჯამავიწყდა და ტელეფონით რო წავიდე. წადი ხომერე მე მოვალ წამოსაყვანად, მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ. მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68, ეგ არის. ტელეფონით ვერ გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავ ეგ რობოტი დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამისს უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროსშვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა. ტეხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო. აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ. მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი. ვარკეთილში ტაქსი წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში. მე მოგიკუდეს დედა. დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგე ხა შენ ცუცუბიძის 68 მივთვით რომ ვარკეთილში წახვიდე. პირდაპირ რეისები გაუქმებიათ თურმე. გოგოებო ხელფასი ავიღე. სად მივდივართ? შაურმებზე. რა შაურმაზე შოპინგზე? ფეხსაცმელები უნდა ვიყიდო. შენ იყო კიდე მშვიერი ხარ გამოსული? ხო რაღაცა დიეტით იკლავს თავს. აი იქით არის მაღაზია სნიკერ ჰაბი, პეკინის 18. წამო. სნიკერსი. აუ რამდენი ფეხსაცმელი. უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის გაქვთ, როიჭმევა. აი მე გოგო გამოდი აქეთ, სნიკერსი კი არა სნიკერ ჰაბია. უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს? ეგ 115 ლარი, სხვადასხვა ფერებში არის თან. ხალხო ნახეთ რა ვიპოვე, მარტინსები, მიმელოდებოდნენ. აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავია და უმაგრესი მოდელია. ტყავი,
საკალისტო ღორის. გამოდი აქეთ რა გჭირს? ძამშიერი ხარ, ხო? რა ორი გოგო, 2 საათი? არა 2 დღე. აუ ეს მარტენსები ძალიან მომეწონა, ამას ვიღებ. ამას კიდე ინგას უყიდი. ცალ სახელმწიფოს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე. აუ რა კაი. აუ გოგოებო, ამას გავისინჯავ და მოვალ. ისე რა ვიცოდეთ გოგოებო, ჩვენთან ყველანაირი მოდელი შოვნა შეგიძლიათ, რაც კი საქართველოში შემოდის. განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს. კი, აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა. აუ, თეკლას გული წაუვიდა. რანაირი დღე იყო რა. რა კიდე არაჩვეულებრივი დღე იყო. ახალი მარტენსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფუნ წაიყვანა. აუ, წამოშა ორმებზე წავიდეთ. დე ვიყიდე პური 240 ლარი ღირდა. რა 240 ლარი? მანახე ჩეკი. 2 და 40 ბიჭო წერტილი აქვს შუაში. გინდა მოიგო 10000 არ 20. კი. რა კი გოგო? და სულ გაუპერა. Paybox-ის რეკლამას უყურებთ. გინდა მოიგო ფულიო და კი მეთქი. მერე სახში კიზახებით მოიგებ მაგას. ომარიკო დადე ექშაქარი დაიპნევა და დაგვესებიან ჭიანჭველები. ხო ნუ გათამაშება და თავის წესები აქვს. Paybox-ის აპარატიდან ქმნი პირად კაბინეტს და უთებ ტელეფონის ნომერს. 10 ბილეთს ჩუქნენ და მე ყოველ გადახდილ 10 ლარზე Paybox-დან 1 ბილეთი კიდე გემატება. ანასტასია Paybox-ი რომელია? შენ რო წაგებული 20 ლარი ჩაურიცხეთ ეკლას ტელეფონზე? ჯერ ეს ერთი არ წამიგია. თეკლამ გვერდზე გამახედა და შეცვალა დომინოს კენჭები. და მეორე შერას მიკონტროლებ მე ვის რას გადაურიცხავ. ესე იგი რასაც ჩაულობ, თეკლას და თიკოებს ახარჯებ. მაგას ჯობია ოჯახში შემოიტანო ბარაკა დაადგება. ომარიკო დადე მე თექშაქარი ბოგამტრევ ხელებს იწოდე. იქ 3 თვის წინ მოხდა და ხელფასი ჯერ არ ამიღია მე მგონი. დე თურმე ჩემი კლასელი გიორგის დედა საერთოდ არ ჭამს შაქარს. პესუკი უწევსო ასე თქვა. ხო და შეეშვი დააპნევ მაგას. ესე იგი როგორც შევთანხმდით ანასტასია ხელფასს რო აიღებ, ის ციგნების თარო ხომ დავიყიდოთ. ის ლამაზი შარვალი შენთვის, პალტო ჩემთვის და შეხედე რა გააკეთა რა. და 1 კილო შაქარი. ვასო გამძუყნეს იქითაუბნით ბავშვებმა. აუ ომარიკო სუდალურჯებული გაქ თვალი, ვინ გცემა? აუ ვასო რა ნუბი ხარ? მართალი კი არ არის რაც ეს ეკრასკავებით დავიხატე. აუ ჰელომინზე არ წავიდეთ, და ჩვენებს უთხრათ და წაგვიყვანენ. აუ ვიცით საწარდება ლიდერ სპორტ არენაზე ზეკ. ის როა ირაკლი კამკუსა, ეგაკეთებ ძალიან დიდ ბურგერს და უფასო იქნებაო. 29-ში 2 საათზე. აუ მეც ვთახე ახლა რა კაია. სახეზე დავიხატოთ რაღაცეები, გრიმები და მაკიაჟები. რავი, შენ თუ გინდა დაიხატე, მაგრამ იგი იქნება ერთი გოგო და დაახატავს უფასოდ ბავშვებსო. ედო გუშინეგეც კამკუსას თორზე. აუ ცოტნესაც რო უთხრათ, მაგრამ მე დედამისის მეშინია. ისე ცოტნეს გრიმი კი არ დაჭირდება, დედამის დალუჯებული ყავს სულ. აუ რანაირი ქალია ცოტნეს დედა ჩვენც გვცემა. ნუ მე არა, რო დაინახა ჩალუჯებული მქონდა თვალი, ეს უკვე ვცემეო ეგონა და თქვენ გცემათ. ჩემთვის არ დაულურჯებია თვალი, ცხუში რომ მქონდა თითი მაშინ ჩამარტყა. არა უშავს გაგვივლის მანამდე. 29-ში კი გვექნება, მაგრამ იქ მაინც ვერავინ მიხვდება მართალია თუ ტყუილი. ხო მე უთხარი უკვე დედა ჩემს და ეხლა ასულია და ეჩხუბება ცოტნეს დედას. აი მოდის დედა ჩემი. ვერ არის ეს ქალი ხო იცით რა? ადექი ომარიკო წამოდის სახლში. ოლა რა ვახარ ინგა? ბუენოს დიას. რა კარგ ხასიათზე ვართ ქალბატონო. მარიო ჩემაროს ყურება დაიწყე თუ რა მისალმება იყო ეს? არა მე ხო ესპანურში ვწავლობ უნივერსიტეტში და მალე ავითვისე ძალიან. კიდე იცი რა ვისწავლე? Yo quiero un café. კაფე? კაფელს ნიშნავს? რა კაფელი ყავა მინდა მეთქი და დამისხი. აუ როგორ მეზარება სამსახურში წასვლა რა. მაგრამ ხელფასები იქნებაო 3 დღეში. მე ახალი წინდები მაქვს საყიდი, ნახატები რო კონდეს სხვადასხვა მულტფილმის. ეს ბავშვი რა ჩდება ყოველთვის მაშინ როცა ფულზე იწყება საუბარი ოჯახში. ხო გაქვს შენ ახალი წინდები? აღარ მაქვს. ცერათიცე გაიხა ყველა. გაიხა? არა და მე დავინახე როგორ ჭრდი მაგრადით სპეციალურად ცერათიცზე. რა? ახალი სამლარიანი ნასკები. მოგივლი მე შენ, მოვხრჩი ერთ საჭმლის კეთებას. აუ სამსახურში მაგარ საჭმელებს ჭამთ ძალიან. რესტორნის მენიუდან არის ხოლმე. გუშინ იყო ბრაზილიურად შემწვარი ქათამი და დღეს იქნება მოხარშული ლობიო ლიბანურად. დედა ისეთი სახელები ჩამოთვალებ, კაიფას ცექნებათ მაგათ. მირჩენია რომ სახლში ვჭამო.
რაც კერძები გავსინჯე, მივხვდი რომ სახლის საჭმელები არაფერია მაგათთან შედარებით. აჰა, ხელიც დამიწუნა ქალბატონმა. ბოდიში რომ ვერ წავ ახლა ქათამს ბრაზილიურად. აჰა, მიირთვიეს და ბუჭმელი არ წახვიდა იცოდეს სამსახურში. ეს რა კერძია? რა ქვია? მაკარონი გლდანურად. ჭამე მიდი.